გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებათ. ხეცევის პოდკასტი, მე ერთი მხეცი ლუკა და ჩემი მაკაცი ხეცი სანდრო. როგორ ახარ სანდრო? ხეცურად ხარ? დღეს მაგ ძალიან სერიოზული თემები მზად ხარ ლაპარაკისთვის? შეწინაზე ლაპარაკი ძალიან ისეთი თემა იყო, აქტუალური და პრობლემატიკური. და მეც კი არ ჩამორჩევი თქო. და ეგეთით მოვედი რა. აბა. ჩემს დღეს ეს პრობლემა არის, ადამიანმა გარჩევს სიყალბე და სიმართლე რა. ანუ ვერ თან AI-ის პირობებში და შევეხმენოთ წინა პოდკასტსაც. შენ მაგას არ ლაპარაკია უბრალოდ, მაგრამ ნუ ხა AI-ზე არ იქნება. ცოტა დავიწყებ ზოგადად აი შორიდან რა. დავაი. აი წარმოვიდგინე ადამიანი. აი 18 წლის დაახლოებით. და რაღაცნაირად აი დაუსხტამ ცოტაზე მაინც მატრიცას და რაღაცა მთელი დღე TikTok-ზე არ ზის. და რაღაცა დაინტერესებს ცხოვრებაში რა. აი რაღაცა უნდა გაიგოს ახალი. თავის თავზე, სამყაროზე, რაღაცები უნდა გაიგოს რა. მაგრამ რა ჯერ ხარ განათლება საერთოდ რაღაც სკოლაში უნდა ესწავლო ხوارზე ხარ და აი ხა უნდა რომ აი რაღაცები გარკვიოს რა. აი ხა შენ თუ წარმოგიდგენია ამ ადამიანზე რამხელა ნადირობა ატეხილი საზოგადოებაში რა. ერთი მხრივ თუ ეხა რელიგიაში წაიღო, იქ რამხელა ნადირობა არის. გინდა ეკლესიიდან და გინდა არა ეკლესიიდან და სხვა ხალხისგან, მდლებისგან. თუ დაინტერესდა რაღაცა ფილოსოფიით და რაღაცა ეგეთი საკითხებით ცოტა ისეთი ჭკვიანურებით, იქ რა ამბავია საერთოდ. თუ დაინტერესდა ასტროლოგიით და მედიტაციით და იოგით და რაღაცეებით, მან ჩემი ყველაზე ძიმე და საქმე რა. დღეს ყველა ასტროლოგია და ყველა არის ფილოსოფოსი რა. და ანუ ამბავს, აი რომელიც ხა გვიყურებს ჩვენ. ეგეთი ადამიანები ალბათ არსებობს ბევრი რა. აი შენ რას ურჩევდი, როგორ უნდა მოიქცეს, რომ არ გაეხვეს ამ რაღაც საშინელებაში რა. აი მაგალითად დღეს იოგების უმრავლესობა ვიცი მე, აი თითქმის ყველა ვიცი რა. და ახლა არც ერთი არ არის იოგი რეალურად. მიხვალ და გაიწელები და გიშვებენ სახში და ან თუ მედიტაცია დაიწყე იქ, მაგათი ვაპარაკოთ მე ცალკე ის მედიტაციას ვისწავლის, აი ახალხია საერთოდ საქართველოში. ხო და ამბავს აინტერესებს რა რაღაცა მეტი უნდა რომ გაიგოს რა და აი საიდან იწყებს, ანუ ვის უჭველი თუ მოსწავლე იქცევი. რაღაც მე ისწავლა რა. შეიძლება მასწავლებელი. და ეს უნდა მოძებნოს უეჭველი რა. აი შენ როგორ ურჩევ ამბავს, აი რა გაკეთოს? ბიჭო. ხოლმე მზად ხარ მეთქი აი საკითხი ეს. მე სხვა მოლოდინები მქონდა ვაფშე თემაზე. გადავერთვები. მაგრამ დაახლოებით მაგით არის ესეც რა. ანუ მე არ გამოვდგები ექსპერტად მასწავლებლების შერჩევაში ზოგადად რა. იმიტომ რომ მე არ ვარ ექსპერტი მიმჟევოდ. ხო, ანუ არ გამოვდგები ექსპერტად, მაგრამ ერთი რამე მაქვს დამუღამებული, რომ ვინც არ უნდა გადაწყვიტო რომ იყოს შენი მასწავლებელი, რაღაც მომენტში ყველა რაღაცა თავის ტრიპში მიდის და შენს თუ გაყვები მაგ თავის ტრიპში, ანუ შენ მზე არ იქნება მორგებული რა, ასე ვთქვათ, ეგ გზა, ცხოვრების გზა რა. და აუცილებლად ხა ყველა ადამიანი 18 წელი კაი არის, რო თქვი, იმიტომ რომ ცოტა გამოცდილება აქვს ადამიანს მაგასაკში და რაღაც მხრივ ნებისმიერ გზაში შევა წავიდეს რა. მაგრამ მაინც რაღაც მხრივ განსაზღვრული არის, სად შეუძლია ასვლა, სად არ შეუძლია ასვლა, ეგ მაინც განსაზღვრული არის რა და ყველაფერი ვერ გახდება 18 წლის ბავშვი რა. გააჩნია იქამდე რა გამოცდილება გქონდა, ხო? ხო და ყველა სასაკერო სანამ შევეხები, გინდა ფილოსოფიას, გინდა იმას, გინდა იოგებს, გინდა ამას. ვაფშე იმის თქმა, რომ ვიღაცას რო უთხრა, რომ მოდი ეხა მე დაგილაპარაკები შენ რაღაცას, მე შენ აგიხსნი რაღაცას და გასწავლი ცხოვრებას, გონია რომ ძალიან დიდი თავხედობაა ზოგადად რა. იმიტომ რომ ეგრე ცხოვრება ეგრე არ ისწავლება. ანუ არ არსებობს ეგრე ერთი ფორმულა, რომელსაც მე თვითონაც დამიშვე ეგეთი შეცდომა, ანუ არ არის ეს ჩემთვის უცხო. მეც მეგონა რომ იყო რაღაც ერთი ფორმულა ცხოვრების, რომელსაც თუ მიყვებოდი ადამიანი, გინდა ის იყო პუტინი იყო და გინდა მაოძედუნი ბედნიერი იქნები, ხო ხარ, მაგრამ ეგრე არ არის მთლად რა, იმიტომ რომ ბევრი ნაწილი ადამიანის ცხოვრების ხარისხის იმაზე დამოკიდებული, როგორ აღიქვავს ბედნიერებას, რა არის მისი ღირებულებები ყოველდღიურობაში, რას ხედავს ცხოვრებაში ღირებულს, ანუ მის რას ეძახის ცხოვრებას, ვაფშე, რას ეძახის კარგ ცხოვრებას. ხო, მოდი, მან შეგვიძლია პირველი შევა უკვე გავაკეთოთ ჩემი აზრით. რა, პირველი შევა იქნება რა. ტიპი, ეს მასწავლებელი, ესეთი ადამიანი თუ არ პრეტენზია თუ აქვს, რომ ყველაფერსი კომპეტენტურია რა. ერთხელ ხო გინახავს, აი განსაკუთრებით ის გადაცემა რო არის, შეკითხები მგდელს თუ რაღაცა რა. ხო, მე მგონი თეოდორე ხო, გადაცემა არის. არ მაქვს შეგეთ. და გადაცემა. ბევრი მინახავს. თეოდორე გინაძე საკ ეგეთი გადაცემა რა, რომ კავშირი აი ვაფშე ნებისმიერ კითხვას ვამე რა. ანუ განა ეხა იმენა ქრისტიანობაზე, მან კი ბატონო, არ უნდა იყო კომპეტენტური ფეილო ხარ რა.
მაგრამ აი რაღაცა რა ცხოვრებისეული აი რაღაცა შეყვარებულთან წიგნია წავიკითხო ფიზიკაზე ანუ ყველაფერზე აზრი აქვს რა და ეს ვინც არ უნდა იყოს მდელი თუ გამშოობა აქვს რა ადამიანი მოკლედ თუ აცხადებს პრეტენზიას რომ ყველაფერში კომპონენტურია საერთოდ აი მაგალითად ყველაზე აი მაგალითად ჩემი ეს რა იყო ეგეთი ტიპი მაჰეშ იოგი რა იოგი იყო აი ბიტლზების მასწავლებელი იყო თავის დროზე აი მაგ ტიპს ხო იცი აი რაც უნდა კითხო ანუ იცის ანუ შენ რაც უნდა შეკითხო აი მოდი მაგას კაი ეგ არის ჩემს პირველი ის განყოფი ზღვარი რომ ანუ ეგეთ მასწავლებელს უნდა ეხო რა ამას ეოში ყველაფერი პასუხი აქვს უეჭველი გატყუებს რა ანუ უეჭველი გატყუებს კაი ამის შეეხება იმიტომ რომ ნახე მანდაც მაჰარიშის მაგალითად რა ვიღოთ რა და ნებისმიერი სხვა ეგეთი ტიპის მარტო მაჰარიში არ ვილაპარაკოთ რა ანუ მასწავლ გურუებზე ვილაპარაკოთ ვაფშე რა კაროჩე როგორ შეიძლება ადამიანს კონდეს შეგრძნება რომ ყველა ცხოვრებისეულ რაღაც სირთულეზე ან რაზეც შეიძლება ადამიანს კითხვა კონდეს პასუხი კონდეს არის ორი ვარიანტი რა ან უნდა იცოდეს ძალიან ბევრი რამე ზოგადად ანუ ძალიან ბევრი ცხოვრება უნდა გამოიაროს იმ ცხოვრებაში სადაც ლაპარაკობს ანუ ხო ზღარი 60 წელს მაგრამ იცხოვრა 5-60 წელი იმ 60 წელში რა ან ერთგვარად ეგ არის და ეგ შეუძლებელია ადამიანი ცხოვრობს მარტო იმ 60 წელს რაც არის 24 საათია დღე-ღამეში და დაიძინოს გაიუზერს და მორჩა ხო აზეხა რა და მეორე ვარიანტი არის რომ კონდეს ისეთი ღირებულებით სისტემა რომელიც ყველაფერს გაამარტივებს რაღაცა მარტივ ცვლადებით დაიყვანს და ამ მარტივი ცვლადებიდან პასუხებს გასცემს ისეთ რთულ კითხვებს რომლებიც ამ მარტივ ცვლადებიდან არ გამოიყვანება რა რაღაც მაჰარიში აკეთებს ხო თუ თითქმის ყველა გურუ რა ეგ ძალიან და მარტივად თუ მაგას არ გააკეთებ მაშინ ანუ რა გამოდის რომ შენ ისეთი რაღაცა ძალიან კონკრეტული კითხვით რომ მოდის ვიღაც შენთან და პასუხს ვერცენ, მაშინ რაღა ის გურუ ხარ, ხო აზრ ხარ, რაღაც ეგეთი კითხვა ჩდება რა, რომ შენ თუ ეს არ იცი, მაშინ რანაირად რას იმაშვები რა. მეორე კაი ვარიანტი მაგაზე გეტყვი ხარ რა არის რა. ერთადერთი გურუ, რომელთანაც მე შეხება მქონია ცხოვრების განმავლობაში და არ დაუტოვებია ეგეთი როგორ გითხრა, აფერისტის და შარლატანის შთაბეჭდილება რა. იყო ეგეთი ტიპი, ბაბა კაროლინაიმი, რომელიც ვაფშე რა პასუხებს ენა ვაფშე. ტიპი ვაფშე არ ლაპარაკობს. რამდასის მასწავლებელი. ტიპი ვაფშე არ ლაპარაკობს, ხო აზრ ხარ, ანუ რაღაც ჩვენ ნარიმანის პონჩი იყო. მაგრამ ნარიმანი მაინც აფერისტი არის, ის ლაპარაკობს მაინც ჩუმად რაღაცებში გაცებს ვარ. აი სამ ლაპარაკი საჭირო არ იყო, ხო აზრ ხარ, ანუ უბრალოდ მისი ცხოვრების სტილიდან და ეთიკიდან გამომდინარე ისეთ ენერგიას ფლობდა, რომ ადამიანები მასთან რომ მიდიოდნენ და მას რომ ხედავდნენ უბრალოდ და შეხებაში რომ მოდიოდნენ, მათ ცხოვრებაში ჩნდებოდა ეს ადამიანი, ცხოვრებაში რაღაცებს სწავლობდნენ. და ეს ნიმ კაროლი ბაბა დასერშეთ რა, პროსტა რომ იცოდეთ ვიზ ლაპარაკობს. ხო და ანუ რა მე არ შევხვედრი ვარ ცხოვრებაში და არ მქონია ეგ ბედნიერება სამწუხაროდ, მაგრამ რა ფორმითაც ხონდა შეხება, იყო რაღაც წიგნებიდან, რომლებიც მის შესახებ დაწერეს ადამიანებმა, ვინც ცხოვრებაში რაღაც მომენტში მაინც შეხვედრიან მას და რამდასისგან რა და ჩემს ძალიან დიდი გავლენა მოახდინა რა. ტიპს ხმა რა მოუღია, რა. ხო, ანუ თად ეხა ის არისო, ხო ზიხარ, ვაფშე ჩუმად არის, მაგრამ ანუ მისი სწავლების გზა ეგ არისო რა, ანუ ლაპარაკი არისო მისი სწავლების გზა. ანუ უფრო მოქმედება იყო და მდგომარეობა რა და გაზიარება თავისი მდგომარეობის. ხო და რა არის ხა მათ ჩემს კიდევ მნიშვნელოვანია, რომ თუ ტიპს არაფერი არ უთქვამს. და მე ვაფშე მისი გამონათქვამი დიდად არაფერი არ ვიცი რა. და ჩემზე მოახდინა გავლენა. აი მაგალითად რა გაგებით მოახდინა გავლენა ხა ნახე რა. ერთ-ერთი რაც იყო რაც მივხვდი მის შესახებ ინფორმაციების მიღებიდან იყო ის რომ შენ თუ გინდა რომ ადამიანებზე კარგი გავლენა გქონდეს და შენთან შეხებაში ადამიანები უკეთესები ხდებოდნენ რა ერთი ვარიანტი არის რომ ან ცხოვრ ისეთი ცხოვრება სამაგალითო ცხოვრებით როგორც იყო ქრისტე და შენი ყოველი ნაბიჯი ცხოვრებაში ხოლმე ხარ და გადადგმული ნაბიჯი იყოს რაღაცა იგავი რომელიც იქნება დიდაქტიკური სწავლების არა რეალისტიკურია დიდწილად ხო ანუ ერთი არის ეგ ვარიანტი არა ჩვენ შეგვიძლია რომ მაგისკენ მივისწრაფოდეთ და ხოლმე ხარ რაღაც წილი გამოვა რა ანუ თუ შევეცდებით რომ მოვიქცეთ სწორად და ვიცხოვროთ სწორად და სიკვდილით ვიცხოვროთ ადამიანს შემოხედავს ვიღაცა შეიძლება პირიქით ამის გამო შევძულდეთ და რაღაცა ჩვენი სიკვდილი უნდოდეს მაგრამ ვიღაცა კარგ დაინახოს რა ხო ერთი ვარიანტი ეს არის და მეორე ვარიანტი არის რომ უბრალოდ იმდენად სუფთა იყოს შენ რომ ადამიანები შენთან რომ მოვლენ და შენ რო თვალებს ჩაქხედავენ საკუთარი თავის დანახვის საშუალება გქონდეთ იმ სიცხადით რომ საკუთარი ნაკლები რაც აქვს ეგ დაინახონ რა მე ესე აღვქვამ რომ ეს კაროლი ბაბა ეგ მასტი იყო რა რომ ტიპი იმდენად სუფთა იყო რომ მასთან ადამიანები მიდიოდა საკუთარ ნაკლებს ხედავდა რა მეორე ვარიანტი ეგ არის რა და ეხლა სხვა ვის გეუბნება რომ ხოაზე ხარ მე კაროჩე ეხლა რაღაცა ფორმულას მოგცემ და შენ ამ ფორმულას მიყევი და ცხონდები არის აი ახლა როგორ როჟა იცი ხო ის ამერიკაში გავრცელებული არა ის
მოტივაციის კურსები რო არის რა. მაგაზი აიღე. თუ შენ გინდა რამე აიღე. ხო, ეგროჟები არიან რა. რიგად არ განსხვავდებიან მაგმასტებისგან, ვინც მაგით აკეთებენ ფულს, ხო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ვიღაცა რო გეუბნება რომ მოდი და მე გასწავლი რაღაცებს, პროსტა არავინ არც არ გასწავლის, ხო, ხა ყველა რაღაცას ითხოვს რა შენგან სანაცვლოდ. მინიმუმ ფულს თუ არ ითხოვს, ყურადღებას ითხოვს და ადამიანები ფულზე მეტად ყურადღებას სხვა ადამიანებს ყურადღებით იკავებიან რა, ანუ ფულზე ღირებული ეგ არის საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ რამდენი ფულის არ უნდა გქონდეს, თუ ყველას ფეხებზე კიდე არაფერი არ გაქვს საბოლოო ჯამში რა. ხო და ნუ გადავუხდით მაქსაფასურს აფერისტებს, კაროჩე რა, ეგ შევა. ხო, მაგრამ ეხა გეთახმები ყველაფერს შეიძლება ერთად. უბრალოდ ცოტა იმას დავკონკრეტდეთ მოდი რა. ეხა რატო დავიწყო ლაპარაკი ამ 18 წლის ბიჭზე რა, იმიტომ რომ 18 წლამდე ეხა ისეთი ოჯახიც გავლაუტებს ამ ბიჭს რომ ვაფშე ან ის სკოლა რაც არის ქართული. მე მაგალითად მან ჩვენს არ მივიყვანდი რა. რა ქართულ რეალობას ლაპარაკობ. ხო, ეხა ვინც გიყურებს მოდი მაგათ ვლაპარაკოთ რა. 18 ბიჭი არის, არ უნდა ჩააბაროს სადმე. გიყურებენ ისინი აქვია, ბასკები. ბასკები ქართული რაღაცები. ჰერინდელი ქართველები. ხო. არ, კარგი, ისე მაგით თქვი ყოველ შემთხვევაში. არ უნდა ჩააბაროს სადმე. რაც არის ძალიან კაცო აპარაკობ ჩვენ. არა. კაცმა უეჭველო ჩააბაროს. და ნუ მე ხარ რაც მაგ ინფორმაცია ჩემიდან და მეგობრებიდან გამომდინარე რამდენი ადგილი სადაც შეიძლება ჩააბარო და იქიდან რომ გამოვხვალ, მაყოფილი იყო რომ აუ რა მაგარი რაღაცები ვისწავლეო რა, ბევრ ჩამოთვლი ერთ ჩამოთვლი ისიც მე კამას არ გავაკეთებ, მაგრამ ხო, ისიც იმ ერთში რაც დავიწყე და ეხლა რაც არის, რომ შევადარო გასწრებდო ორესი არის რა. ხო, აბსოლუტურად. მაგრამ ეს მაგ კურსზე ხდება 70 კაცი. და ჩვენ ლაპარაკობთ რამდენი ათასი ის არის აბიტურიენტი, 100-ჯერ მეტი ალბათ. ხო, ნუ ბევრი რა. დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს. ხო, ანუ მე მაგალითად ეხა საკმაოდ ისე სახელმწიფო უნივერსიტეტში ვარ მაგისტრატურაზე და ეს ლექტორი მყავს რა, შედარებით ალბათ სხვები ჯობიან, მაგრამ მაგალითად ჩემმა ლექტორმა რაც დამავალ აიტყული არ ქონდა და ანუ არ გავაგზავნებდა. ანუ ამაზე უარესი სასწავლებელია ბევრი კიდე რა. ხო და ეხა ამ ტიპს უთხრა რომ წადი და მანდის სწავლე, ანუ მე არ ურჩევდი მაგალითად მაგას. შენ ამ პრო რო გახდება რა მოგაკეთე. აი რაღაც არა, ოღონდ ეს წარმოგიდგენთ რომ ამბავს აქ მოთხოვნილება იმის კი არა რომ აი სამსახური იშოვოს. ან პოპულარული გახდეს. ამას просто დაინტერესდა და სამყაროში ვაფშე რა ხდება. კაი, მოდი. მოდი მაბავშვი და გავარეალისტურად ხა ეს სიტუაცია. ჯერ თავარი რჩევა რაც მივჩენდი მე 18 წლის ბავშვებს არის ის რომ 18 წლის რო გახდებენ უნივერსიტეტში არ ჩააბარონ ზოგადად. მე გეთახმება. ჯერ არ ჩააბარონ. ჯერ კაროჩე უნდა რაღაცა მოიბეზრო რაღაცები, იმიტომ რომ უნივერსიტეტში რო ხარ და შენი ყურადღება რო სხვაგან არის, ეგ ანუ არაფრისთვის კარგი არ არის საერთოდ. ანუ ხოლმე ერთი წელი თავს დააძალებ, რომ აი ვითომ პლატონის სწავლა გინდა და ისწავლის ერთი წელი პლატონს, მაგრამ რომ მიხოთ იგეგორამდე უკვე ფეხებზე გეკიდება ფილოსოფია რა და ჯობია რომ მოიბეზრო ის ბავშვური, თინეიჯერული რაღაცები, რაც გასაგებინებთ ყველა ადამიანს. ყველა მის 17 კურსზე რომ მიდიხარ, სვამ ნახევარი წელი. ეგ არ არის რა. გინდა რომ აი ამდენი ბავშვია. ეგ არ არის, ეგ არის ძალიან ცუდი და თუ სწავლის გარდა სხვა რამე გაინტერესებთ და უფრო მეტად გაინტერესებთ ეს სწავლა და თქვენი ყურადღება მანდ არის, უნივერსიტეტში არ ჩააბაროთ. აუცილებელი არ არის რომ 18 წლიანი ისწავლოთ უნივერსიტეტში. ეს არის რაღაცა აბსურდი რა. ვერ ისწავლი რა კაროჩე რა, მაქსიმუმს ვერ იზავ რა. უბრალოდ თუ აი 8 წლის რო გახდა მაგის მერე იცის რომ ექიმობა უნდა და აი დარწმუნებული რომ ექიმობა უნდა ჩააბარე. ყველას უნდა ექიმობა სანამ კაცი არ ჩააკვდება ხელში შენი ოპერაციის გამო. ხო, მაგრამ ეგეთი გასაგებია მაგრამ. არა, ცოტა უნდა იცოდე რაღაცეები ცხოვრებაში რომ გადაწყვიტო რისკეთება გინდა, იმიტომ რომ 18 წლის რო ხარ, ეგ არის უკანასკნელი რაც იცი ადამიანმა. რისკეთება გინდა მთელი ცხოვრება, არ იცი ეგ, რა შეუძლებელია. ხო და იმასაც რომ აი კიდე აი ამას ეხა ბავშვებს ცოტა ნაკლებად მიემართება, აბიტურიენტებს და პატარებს ეგ უფრო მიემართება მშობლებს, რომლებიც აძალებენ, იმიტომ რომ აი რატო იცი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის და ეხა ისეთ თემას ვეხებით ჩვენ რა, რომ ვიღაცა ლამარა რა სიტყვის მერე ჩემი ბავშვი რო არ მოიწყო 100%-იანით სადღაც ხოაზე ხარ. ანუ fuck ლამარა, რა ლამარა, ხო ლამარას გამო რატო დავინგრიო ცხოვრება რა, ანუ ხოაზე ხარ რომ ლამარამ რაღაცა არ თქვას რა. ლამარა იჯდება და 2 წელი კიდე იცოცხლებს, არ მოკვდება ეგრე მალე და 2 წელში გაიგებს რომ 100%-იანით მოხდი სადღაც სადაც გინდოდა შენ. ხო და ამიტომ არ იჩქარო რა ლამარას გამო. რომც არ მოხდი არა უშავს რა, არც ეგ არის პრობლემა რა. ხო და რომ მივუძე ხა ეს ბავშვი არის კონკრეტული ბავშვი, ანუ ეგეთი ხალხისთვის მინდა. ხა ვიღაცას კონკრეტული გიორგი, კონკრეტული ანა, რა მშობობა აქვს რა. ანუ ხა დღეს ისეთ გამოწვევებია რომ შეიძლება გადაიყოვოს ტიპი და მე ანუ მე ხატავ ხა მაქსიმალურად კაცცენას, მაგას ისეთი ხალხი რომელიც აი რამის უკვე 17 წლის არის და დილას იძინებს და TikTok-შია მარტო და რაღაცა არაფრის კეთება არ უნდა და რაღაცა მაგაზე ამ შემთხვევაში არ საუბრობ რა. მე ლაპარაკობ რომ ტიპი არის მაგასაკში, ესენი და აინტერესებს და აი ღრმა თემებზეა დაფიქრებული რა. ანუ მამის მოტივი
ანუ რა ვის გამოს მოქმედებს არის რომ აი დაინტერესა რომ რა ხდება საყოველთაოდ მარტო ის ხო არის ეს სკროლვა და ის ხო არის რაღაცა კიდე უნდა იყოს მეტი ხო და ამ ბავშვს იმხელა ანუ კარგი სურვილი კი აქვს მაგრამ ისეთი რთული ესა გამოწვევა რომ იქიდან იმდენი ენერგოვამპირი ელოდება ხო რომ აი მე ვერ წარმომდგენია ამ ბავშვმა რა უნდა ქრას რა მე გეტყვი ყველაზე აი შენი შვილია მაგ ყველაზე კარგად გეტყვი რა მაგამ ბავში რა ენერგოვამპირი რო იყოს ვინმე საჭირო არის რომ ის ადამიანი იყოს ხო ანუ ციგნი ვერ იქნება ენერგოვამპირი მაგალითად რამე ციგნი ანუ ციგს წაიკითხავ და რაღაცა თუ არ მოგეწონება ის იქიდან რაღაცას ვერ დაგახვედრებს ხო აზრი ხარ რომ არა იცი არის ესე ვერ ჩაკეტავს რაღაც სისტემაში რა ხო და ეგ ენერგოვამპირები რა ისე ლაპარაკობენ ეგ ყველაფერი ციგნებში წერია რა და ეგ ციგნებში წერია ბეროთ უსაფრთხო ხო აზრი ხარ წაიკითხავ რაღაცა შეიძლება მოგეწონოს რაღაცა არ მოგეწონება რაღაცას გადააფასებ რაღაცას მიიღებ რაღაცას არ მიიღებ რა და ადამიანები როგორც წესი კომპრომისოები არიან როცა გასწავლიან რაღაცას არ საშუალებას არ გაძლევენ რომ ნაწილობრივ მიიღო მათი ხედვები რა ანუ ყოველთვის ცდილობენ რომ შენ მაქსიმალურად მოგაქციონ თავის მაშინ რა ქვია სამყაროში მარტო ცუდი ადამიანები არ არიან ესე შედარებით კარგი ადამიანებიც არიან ესე ანუ არ არის რა ეგ ისეთი ზოგადად ადამიანური ფენომენი არის ეგ მოკლედ ხო და მე ურჩევდი მაგ ანა გიორგის რომ სანამ უნივერსიტეტში ჩააბარებს ჯერ რაღაც ისეთი ლიტერატურა წაიკითხოს რომელიც ხელმისაწვდომელი ყველას უკვე საბედნიეროდ ანუ აღარ გიწევს ლათინური სწავლა იმისთვის რომ რაღაცები წაიკითხო ადამიანმა ცხოვრებაში და ამ ლიტერატურის გაანალიზებით და რთული არის გაანალიზება სანამ არაფერი არ წაკითხული სანამ არაფერი არ იცი და გამოცდილება არ ქონდეს ხოლმე რთული არის რომ რაღაცებს მიხვდე ვინ გატყუებს ვინ არ გატყუებს ვინ თვითონ არის მოტყუებული ეგ ყველაფერი ძალიან რთული არის მაგრამ ცხოვრება რთული არის რა ანუ it's not about how you can hit it's about how you can get hit and keep moving forward ხო და ეგ არის ძალიან კაი გზა რა მათ შორის როგორ იცი მათ შორის ძალიან ცუდი რაღაცები წაკითხოთ ანუ ძალიან ცუდი რაღაცებს უნდა წაიკითხოს ხდები სულში გულისხმობ იმას სისულელეები იმიტომ რომ სისულელეების წაკითხვის გარეშე ვერ დაამუღამებ რაღაცა რომ კარგი არის მაგას ვერ გაანალიზებ რა ეხლა უყურე რა პრობლემები აქვს მაგჩევას რა აბა გისმენ რამდენი პრობლემა აქვს ჩემი პირველ რიგში რაღაცები აიო კითხვით ვერ ისწავლე ანუ იმდროი ჭირდება ვიღაც მეორე ოღონ არაუცილებლად მასწავლებელია ვიღაც მეორე ნეჭირდება და ზოგში მე ჭირდება პრაქტიკული ახლა მაგალითად მე თუ მინდა რომ გავხდე მიკრობიოლოგი ანუ რასთან რა ვიკითხო აზრი არ აქვს მაგას არა ეხლა მიკრობიოლოგი თუ გინდა რომ გახდე თუ იცი შეჭერა შეიძლება ნოზაპარკ თუ არ იცი მაგრამ იურისტის რომ გახდე შენ მარტო ვერ გახდები ხო მაგრამ შეიძლება კითხვით გაიგო იურისტობა გინდა თუ არა ანუ მე სხვადასხვა გელაპარაკე აი კითხოს რა მაგალითად მონტესკიეს შენ წიგნები ხო მონტესკიეთი ნუ დაიწყეს პლატონის სახელმწიფოზე დაიწყოს ჯერ სანამ მონტესკიეზე გადავა ხო ეგ ერთი მე რა უყურე კიდე უფრო დიდი პრობლემა რა არის რა აი თქვათ ამბავსა დაინტერესდა მაგალითად ასტროლოგიით რა აი რას კითხულობს ანუ ძალიან რთული მაგალითად მოიყვანა შენ ხა ასტროლოგია კარგი უფრო ვარტივი რომ ჩვენთვის ფილოსოფიით მაგალითად რა აი რას კითხულობს ანაბანას ფილოსოფია მე ნიჩეს არა ეგ არა მაგას კითხულობს ეგ ბავშვი ხო და ეგ არ არის კაი არაფერს მე აღარ წაიკითხავს ეგ არ არის კაი იმიტომ რომ არ შეიძლება კინოს ბოლოდან უყურო ხო აზე ხა ანუ კინოს თუ უყურებ თავიდან უნდა უყურო ხო მაგრამ იმ ბავშვმა რა იცის რომ ჯერ უნდა წაიკითხოს წინასწორკატელები მე პლატონი მე ანუ ესენი არა აქ ინფორმაცია აი შენ გამოვალი სიტუაცია შექმენი ხა მე არა მე გეუნები აი მაისა ნიჩე არ წაიკითხოთ თავიდან თუ რა გინდა რომ უთხრა ხო ნუ ძალიან რო არანაირი აზრი არ გაქვს საერთოდ რა მაგ თემას ხდება აი ნიჩე არც ჰეგელი და არც ლაიბნიცი მაგრამ ვერ გაიგებ უბრალოდ აზრი არ აქვს თორე წაიკითხე თუ გინდა ანუ შენ შეიძლება ეს იყოს რომ ანუ აიკითხოს და რომ მიხვდები რომ ანუ არა იმენა მაგრამ რაღაცა თუ ხვდები რომ რაღაცეები ან ზემოთ მარტივად გესმის ან საერთოდ არ გესმის აღარ უნდა გააგრძელო რა იმიტომ რომ თუ რაღაცა ზემოთ მარტივად გესმის ეგ არასდროს გესმის და თუ რაღაცეები არ გესმის ეგ არ ხარ მაგისთვის მზად და ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ ადამიანებს რაღაცეები ზემოთ მარტივად ესმით იმიტომ რომ თავის მარტივ გონებაზე დაყავთ რაღაცეები ნიჩე არის ეგეთი პრობლემები ხო ზოგადად გამოცდილი მკითხველებისთვის არის ეგ ხშირად რომ ხო წაიკითხავენ და როგორც თვითონ უნდა ეგრე ესმის ბიჭო ისე უცნაურია რომ ყველაზე რთული ავტორები ვინც არიან ანუ გამოვეცლებო ხალხს გონია რომ მაგათი ყველაზე მაგრა ის რა ეგეთ რატომაც ეგ იმიტომ რომ ყველაზე რთული ავტორები წერენ ყველაზე ზოგადი ენით და ყველაზე ზოგად ენაში ყველაზე ბევრი რაღაც შეიძლება ამოიკითხოს ადამიანმა თორემ ის კონკრეტულად წეს ახლა არისტოტელეს ან გაიგებ ან ვერ გაიგებ ხო ხან ანუ აზრი არ აქვს რა წერია და ან გამოიტანას ან ვერ გამოიტანა და კატი ჩემი აზრით გავიგე არ არსებობს ან გაიგე ან ვერაფერი ვერ გაიგე რა ხო და ეგ არის მაგიტო ეგ პირველ რიგში მაგიტო არის რომ პლატონს და ნიჩეს ან ძალიან აკრიტიკებენ ან ძალიან უყვართ ორივე მხრივ რა ეგ ლაუძიას მოყვარულები რა ხო ეგენი ვაფშე გიჟები არის არა და მარტო ეგ წაკითხული ლაუძი იცის და ვერ გაიგო რა არ გაიგო რა ეგ ვინც გაიგო შემეხმიანეთ თუ გაიგეთ შემეხმიანეთ უნივერსიტეტში 4 ენაზე კითხულობთ ერთდროულად მაინკრაფტი ვერ გავიგეთ მაგრამ ალბათ ეს ამდენი ასტროლოგი და იოგი და ის სოდნის რაღაც ვიცი და თუ გინდა შენ ვიყარე ასტროლოგიებზე მე არა
აი კოსმიური ცოდნის პატრონებზე მასე გავაზოგავთ რა. აი ამ რაღაც მილიონიან ქალაქში რა, ამდენი ადგილია სადაც მიხვალ და ანუ აი ტიპები გეუნებიან ვაფშე რა გულო და იცხოვრო შენ. ანუ შენი გზა ეს არის. ან ეს მეტაცე გააკეთე. ესე ის უნთქე და გასხიოსნები. მაგას ესე მოიქეცე, რაღაცა ესე შეიძლება იყვნენ. ეს ხალხი სად დაგროვდა ანუ მე მაქვს მაგას პასუხი. ეს ჯერ ესენი გაშტენ და მე ხალხი მოყვა თუ ჯერ ხალხში იყო სურვილი და ესენი ანუ მოთხოვნას ესე მიეწეპნენ რა. ჩემი აზრით მაგას ცოტა ეგრე გავიგოთ 1-30 წუთიდან წავიდეთ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა. საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდში ძალიან სერიოზული ნაპრალი გაჩნდა ქართველების სულიერებაში რა, ანუ რაღაცა სივრცე რომელიც იდეოლოგიით იყო ცავსე, ამოვსებული, იქ იყო რაღაცა პროლეტარიატის კულტი რა, პროლეტარიატის კულტი იყო, რომ შენ ღმერთი არ ჭირდება, შენთვის ღმერთი არის პროლეტარიატი და საფრთხო რჯული არის კომუნიზმი რა. ეხლა წარმოიდგინე რომ ადამიანი ცხოვრობს თელი ცხოვრება ამაში და უცებ წკაპდა ეს ყველაფერი აღარ არის, დაინგრა რა და იწყება კრიზისი, ხო? და ამ კრიზისის დროს საქართველოში ყველაზე ძლიერი და ყველაზე დიდი სანდოობით მოსარგებლე ინსტიტუტი ეკლესია ჩდება, რომელმაც ეკლესია იქანაც იყო, მაგრამ რაღაცა როლები არა, დობა ქონდა, უბრალოდ რაღაცა როლები თავის თავზე გადაიდო, რომელიც იქამდე სხვა ინსტიტუტებს ქონდა და შეეცადა რომ იმაზე დიდი ლუკმა დაიღეჭა, ვიდრე შეეძლო თუ გადაიყვაპა რა. და ამას მოყვა ის, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც ბრმად მიენდო, ასე ვთქვათ, ამ ჯერ ეს ხო ცალკე პრობლემა არის და ამაზე ცალკე სალაპარაკო არის, ვაფშე ეგრე არ შეიძლება ეგრე, მაგრამ და სხვა საკითხი არის ვაფშე, მაგალითად ცალკე ვილაპარაკოთ მე, მაგრამ შედეგი იყო ის, რომ ახალგაზრდებში, ჩემშიც მათ შორის და დარწმუნებული რომ შენშიც და ბევრ სხვა ჩვენ ხელა. აი იმ ხალხში, ვისაც შემაპარაკობ, ამ კონკრეტულმა ინსტიტუტმა ვერ მოახერხა იმ სულიერი კრიზისის და ნაპრალის შევსება, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე საქართველოს შეიქმნა. და ეს კრიზისი რაც მე მოყვა ამას, იქ პირველ რიგში ის იყო, რომ საქართველოს როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო და კულტურა საჭიროებს რაღაც სულიერ საყრდენს, ანუ არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო, არც ერთი ერი, რომელსაც არ აქვს რაღაცა ტიპის საყრდენი სულიერ ნაწილში, რომელსაც ადამიანები მიყვებიან. ანუ შეიძლება არ იყოს ყველაზე ხარ ისეთი ამ ტიპის რელიგია, რომელიც ისეთი ინსტიტუციონალიზებულია, როგორც საქართველოში არის ქრისტიანობა, შეიძლება ცოტა უფრო მარტივი ფორმით იყოს ეს რელიგია, შეიძლება რელიგიაზე მეტად იყოს რაღაცა კულტურული ეს ყველაფერი და არა რელიგიური, მაგრამ არსებობს ყოველთვის რაღაც საყრდენი, რომელიც ადამიანი იბადება და იზრდება, როგორ უნდა იცხოვროს, ამას მინიმუმ გარშემო რაც ხედავთ, მაგას სწავლობს, ხო? ხო და ამ ხალხისთვის არ გამართლა ბევრი ხის. ხო, ჩემთვის არ გამართლა, იმიტომ რომ რაღაცებზე პასუხები ვერ ვიპოვე, ისეთ რაღაცებზე პასუხები ვერ ვიპოვე, გამიჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, რაზეც პასუხს ვერ მცემდნენ, მათ შორის ის ადამიანებისაც უნდა ქონათ ამ ყველაფერს პასუხი და ჩემთვის შეიქმნა კრიზისი, ასე ვთქვათ, რა, იმიტომ რომ ადამიანი არის რელიგიური არსება ზოგადად ჩემი აზრით რა. ის ათეისტიც და აგნოსტიკოსიც და ვინც არ უნდა იყოს რა, იმასაც რაღაც ტიპის ჭყალებში დეკარტისეული გაგებით მედიტაციები აქვს ღმერთზე. არის არ არის ღმერთი როგორია ისეთი ასეთი არ არის რაღაც მეტაციები აქვს და ისიც ფიქრობს ამ ყველაფერზე ანუ არ არსებობს შემეც ადამიანი რომელიც საერთოდ არ ფიქრობს ღმერთზე ეგეთი ადამიანი არ არსებობს რა იმიტომ რომ ადამიანში ეს თავისთავად დევს ეს ფიქრი და ეს კითხვა რა იმიტომ რომ რაღაცა ტიპის კოსმიური ეჭვი ადამიანს აქვს რო იბადება რა ხო და რადგან ეს კოსმიური ეჭვი რომ ვიღაცა ხო არ არის ზემოთ ხო ხარ ვიღაცაები რაღაცა სხვაში თარგმნიან ამას მაგრამ ნუ კაროჩე რა ხო და რადგან ეს არსებობს ეს კითხვა არსებობს და ამ ნაპრავს ვერ ავსებს საქართველოს არსებული ინსტიტუტები ჩდება მე აი ეს ყველაფერი რა და ძალიან მარტივია რომ აი ნახე რას გულისხმობ ხა როცა შენ ქვეყანაში რაც არის კულტურა ჭყალებში რა ამ ეს კულტურა პასუხებს ვერ იცემს შენ კითხვებზე და შენ ახალგაზრდა ხარ რაღაცა რებელი ხარ ის ხარ ეს გასაგები არის ეკო რატო არა თინეიჯერი ეგეთი ძალიან მარტივი არის რომ შენ გაგიჩნდეს სრული რომ ამ კულტურას კონტრკულტურაში ჩაუდგე რა რაღაც ტიპის დაპირისპირებულობაში ჩავარდე ამასთან იმიტომ რომ კრიტიკაში ვარდე ადამიანი სულ ცდილობს რომ რაღაც ნაკლოვანებას უხედავს რამეში თუ ჭკვიანია და იდიოტი თუ არ არის სრულიად ცდილობს რომ რაღაცა კრიტიკული დამოკიდებულება გამოიჩინოს რაღაცების მიმართ ხო და მანდაც მე თავარი რა არის რა ესენი იდიოტები არ არიან ეგ ხალხი იდიოტები არ არიან რა შეიძლება არ არიან გასხიოსნებულები ყველაზე ხარ და რა ქვია ფილოსოფიური გონებით არ არიან, ყველაზე ხარ ბოლომდე გამსჭვალულები, მაგრამ იდიოტებიც არ არიან რა. ანუ რაღაცა კითხვები აქვთ, რაზე პასუხს ეძებენ და კრიტიკულად უდგებიან რაღაცებს. და აი ამ მდგომარეობაში ხარ და კრიტიკულად უდგები რაღაცებს, ადამიანს უჩნდება ბაიასი, რაღაც სუბიექტური ბაიასი უჩნდება, რომ როგორც კი მისთვის
მოსაწონ რაღაც იდეას იპოვის, რომელიც რასთან მიმართებაში კრიტიკულად არის განწყობილი, რაღაც პასუხს მაინც მიცემს, მამას ენდობა ეგრევე რა, ამ კონკრეტულ ენდობა. ხო, მაგრამ რამდენად განსხვავებულია ეგ დისციპლინები რასაც მოვაპარაკობ, იმისგან რაც ქართული ტრადიციონალური არის. რა ტრადიციონალური არის საქართველოში მართლმადიდებლობა რა. ანუ ამ კულტურაში რო ჩდება ეგ აი ჩემს გასაკვირვებელი. ყველა კულტურაში ჩდება ეგ, ყველა კულტურაში ჩდება აბსოლუტურად. ჩემი აზრით მე ამიტომ ლაპარაკობ იმაზე რომ თბილისში დღეს ანუ ბუმი არის. ანუ ამდენი როგორ არის მაგას იმიტომ რომ კრიზისი ანუ რა ეგ ყველაფერი არის პროპორციული იმ კრიზისის რაც არის ქვეყანაში სულიერების მსგავსზე არ გადასვლა მაგაზიას. ანუ მსგავსზე არ გადასვლა. მსგავსი არ არის. აქ ხვდები? ანუ აქ მსგავსი არის დევნილი, არ არის აქ მსგავსი. კათოლიკური ის რო აიღო, კათოლიკეები რო აიღო საქართველოში, პროტესტანტები რო აიღო, ბევრი პროტესტანტი იცი, ბევრი კათოლიკე იცი, რომ დაგაინტერესოს კათოლიციზმი საქართველოში, სად ანუ მე ვაფშე არც ვიცოდი რომ 3 თვეს წინ გავიგე რომ კათოლიკური ეკლესია ქონა საქართველოში მაგალითად რა. ბევრად უფრო გვიან ვიდრე ეგ რაღაცები აღმოაჩინე. და ეგ რაღაცებისკენ გზა არის ინტერნეტი და არა ნეტვორკი, social network-ი, რომელთაც უნდა მიწვდე მაგ საზოგადოებებს, რომელიც საქართველოში არის, მაგ community-ებს. ხო და მაგერებს ზუსტად რომ რთული არის უფრო და მსგავსები და ცოტა არის, ალტერნატივა ცოტა რო არის. ადამიანი ინტერნეტთან კავშირის მეშვეობით ეძებს ამ რაღაცა სულიერი ცხოვრების გზას, რომელიც შემთხვევაში სულელია და აბსურდი არის და შემთხვევაში არაფრად არ მიდის, მაგრამ ეგრე პოულობს რა. ხო, მაგრამ უკვე პრობლემა ის არის, რომ ეგ ეკლესია, რასაც ჩინამობრო ვისაც გამოვიდა ეს ხალხი, ანუ მაგათთვის ეს ასტროლოგიას და იოგას არის, ანუ წვალებლობა, ხვდები? შენ თუ რომელიმე მოდელთან მიხვალ და ეტყვი, რომ მამაო, მე ქალწული ვარ და რა, ანუ გეტყვის, რომ დაივიწყონ, ეგ არის მიუღებელია მაგათთვის რა. და როგორ შეიძლება რომ ამდენი ხალხი საპირისპირო მხარეს გადაიხაროს, ანუ მე მაგიტომ მგონია რომ ეგ ხალხი ანუ შეიძლება რაღაც ტრანზიცია მოხდა რომ აი ეს არ მოგწონს და აბა ესაოთ არის, მაგრამ მე მგონია რომ ვაფშე ახალი ხალხი არის ეს. ახალი ხალხი ოღონდ საფუძველი ჩემს ის არის რომ ვერ პასუხები. ანუ ნახე მე არ უპირისპირებ ამ ქრისტიანობას მაგ რაღაცებს. ანუ განიმას განვაფრო რადგან ქრისტიანობამ არ გამართლა. ქრისტიანობა უპირისპირებს. ხო და მე არ უპირისპირებ. დიდი ალბათობით არც წინ არ უპირისპირებენ. იმათაც რომ კითხო ქრისტიანობის ბევრი რაღაცა მოწონთ, ანუ მაგაზე არ გამაპარაკებ. ხო, არ უფრო რაღაც ეს ეკუმენური ისა აქვს რა წარმოდგენა სამყაროზე, რომ ბევრნაირი არსებობს რაღაც დამოკიდებულება, ბევრნაირი ერთი ღმერთი მაინც ერთია საბოლოოში, ხო? ხო და ისინი არ უპირისპირებენ და ამიტომ მაგათ შეიძლება ამბობ, მაგათ არ მიემართებათ ეგ ბოლომდე, რომ მოდი ახლა საპირისპიროში წავალ, არ არის ეგრე რა. ანუ რაც ნაპრალი რაც არის მათ სულიერებაში, ეს ქრისტიანობა რო საქართველოში გაუგებარი არის და არასწორად გაგებული. მაგას კი არ აბრალებენ ესენი. ეს უბრალოდ ფაქტობრივი მოცემულობა მათ ცხოვრებაში, რომ უკმაყოფილოები არიან თავისი შინაგანი მდგომარეობით. შეწუხებულები არიან. მარტო ქრისტიანობაც არ არის, ანუ საქართველოში ცხოვრება დღეს ცუდია. ანუ ადამიანები ბედნიერები არ არიან ძირითადად რა. აი გადით რა, მეტროში გადით, ავტობუსში და ხალხს სახეზე დააკვირდით რა. ანუ ადამიანების უმრავლესობა სახე ჩამოსტირის. ანუ ყოველ წამს რა. ანუ ბედნიერი ადამიანის ნახვა საქართველოს არის უცნაური. და ბედნიერი თუ ხარ, ყველა ისე უბრალოდ თვითონ გიჟი ხარ და ამას რო უყურებ, ყველაზე ხარ ეხლა და ამაში რო ხარ და ამაში რო იძდები, იასნე და თქუნული ხარ შენც მერე რა. და სულ რომ შენ მაგაზე ვაფშე არ ფიქრობდე, რომ ქრისტიანობა მოგწონს არ მოგწონს, თუ შენ ეგ ვერ გაბედნიერებს, ანუ ვერ მიყავ მაგას ბედნიერებამდე. რა ახალი გზების ძიებას იწყებ და მიდიხარ ის ტრადიციამდე, რაც მამ შეიძლება ქრისტიანების აზრით დაპირისპირებულია ქრისტიანობასთან. ანუ ეს აუცილებლად პროტესტი არ არის რა მაგას რა. და რაც აშკარად შეიძლება ხა ულია ამდენიმე დარბაში ან იოგა დარბაში გულისხმობა ან თუნდაც რაღაცა მან ჭარბობს ახალგაზრდები რა ან მან მე არ მინახავს სადმე იოგა დარბაში მივსულიყავი ან რაღაც კოუჩს უსმენდეს ხალხი და უკან ხედავდე მაყურებლებს და ზის 13 კაცი ან 50-ის რა ამ ხალხთან ასტროლოგებთან იოგებთან კოუჩებთან დადიან პატარა ბავშვები რა პატარა ბავშვები რა ანუ 18, 20, 25 ბავშვებს ყნიან მაგას ამბობს რა. არა, ამათ აინტერესებთ ეგ, ანუ ამ ბავშვებს, შემე უმრავლესობას, ან ახალგაზრდა ბავშვებს რა. ვაფშე არ ქონიათ შეხება ყნულა ეკლესიასთან. ხო, არც ანუ პირდაპირ დაიწყეს ესე. არც არის საჭირო ეგ. პირდაპირ დაიწყეს ამას. იმიტომ მათთვის მიმზიდველი არ იყო თავიდანვე. ანუ მიმზიდველი არ არის თინეიჯერისთვის დიდაქტიკური ტონი ამბიონიდან, სადაც ადამიანები გეუბნებიან, რომ შენ თუ ესე არ მოიქცევი, ცეცხლში დაიწვევი. ეგ არ არის მიმზიდველი ადამიანისთვის. და ვერ იქნება მიმზიდველი ეგ თინეიჯერისთვის, რომელიც პირველ რიგში საკუთარ მამასთან არის დაპირისპირებული და დედასთან იმის გამო, რომ რაღაცების გაკეთების უფლებას არ თავს. სრულიად და შეიძლება ლეგიტიმურად, შეიძლება არალეგიტიმურად. ანუ ავტორიტეტის მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ ახალგაზრდამ აიჩიოს ეგ და არა სხვა რამე რა. ხო, მაგრამ შედე ხარ როგორ უყურებ, შენი ეს ხა აი თეოდორ იგინატესთან იული ესე თუ ქართველ ენერგიით იოგთან არიან კარგები, ყველამ არ მისყინოს. ამ ისეთი განსხვავება სამჩნევ ამ რაღაცაში. ანუ ჩემს ქართველ რიგით იოგს
რომელიც შემოგთავაზებს თავის ვარჯიშებს და მედიტაციას, შეუძლია რომ მიიყვანოს იგივე ან უარეს შედეგებამდე, ვიდრე მიიყვანოს რომელიმე ქართველი მოდელი. ანუ ქართველი მოდელი სადღაც კარგი, მაგასაც ვამბობ აქვე რა. შენ ამ ორ შორის ფიქრობ დარწმუნებული ხარ რომ უკეთესი რომელიმე არის? არა, მე კარგები ორივე განაა. მე თავიდანვე ვთქვი რომ არ არსებობს ეგრე უკეთესი, ანუ ჩემი აზრით სულ რომ ადამიანი იოგით არ დაკავდეს და არ ეძებოს აღმოსავლეთში სულიერება, დასავლეთში შეიძლება იყოს სულიერება რაღაც კონკრეტულ ინსტიტუტებში, მათ შორის ქრისტიანულშიც, ანუ არ არის ეგ შეუძლებელი. უბრალოდ მან მნიშვნელოვანი ის არის სად აღმოჩნდება, რა სიტუაციაში აღმოჩნდება, ჩვენო მართლმადიდებლო სამყაროს ცხოვრობთ, სადაც ღმერთთან წვდომა შეუძლებელია მღვდლის გარეშე, მან ეგ არ გამოდის, ყველაზე ხა, მაშინ მღვდელს უნდა გაგიმართლოს და მართლა ისეთი მღვდელი უნდა ყავდეს, რომ თვითონ იყოს ძალიან კარგი ადამიანი და მატყუარ არ იყოს და რა ვიცი, მართლა ქრისტიანი იყოს, ყველაზე ხარ. ზოგადად მღვდლები კი არა, ზოგადად სოფლიოში მართლა ქრისტიანი ძალიან ცოტა არის. ანუ მაგას თავი დავამბობ, ყველაზე ხარ. ალბათ ვფიქრი როგორ მოიჭიდეს მე მაგას აი უფრო აი ლაპარაკობ ძალიან მიზიდველი ატო არის ეგ არის ხო აი იმიტომ რომ აი მაგ ლაპარაკობ ყველაზე ცნობილ ხალხს რა დიდაქტორები არ არიან და არ განგიჯიან ეს არ განგიჯიან როგორც ისინი განგიჯიან კაცო მე გეუბნები რომ ესენი გეუბნები რომ იქნებით ცუდად უბრალოდ ხოაზე ხარ ეგრეთ ვარ ცხოვრობ იქნებით ცუდად მოდი ცადე იქნებ კარგად ხარ ხოაზე ხარ აქეთ მეორე მხარეს ხდება და დამოკიდებულება იცი რომ შენ ხარ რაღაცა არ ვიცი რაღაც უბსკურლიდან ამოსული ეშმაკის მოციქული რაღაცებს გეუბნებიან ხოაზე ხარ ანუ არასას სიამოვნოს რა და ეს გეუბნება რომ იქნებით ცუდად თუ არ დამიჯერებ უბრალოდ და რო გეუბნება ადამიანს რომ იქნებით ცუდად თუ არ დამიჯერებ მაგის მოსმენა უფრო გინდა ვიდრე იმისი ვინც გეუბნება რომ ეშმაკმა დაგლახროს თუ ეგ არ მოიქცევი ხოაზე ხარ ანუ მარტივ განსხვავება მარტივია ანუ შენ აი ამ ანდროდ გებუაძეს და ამათ პოპულარობას მოიყვანე ეხა მაგალითად ყველაზე პოპულარული კოუჩი არის იმიტომ რომ ყველაზე მეტი ანუ ადამიანს პოპულარული არის ყველა სამყაროში და ყველა ქვეყანაში ის ვინც ყველაზე მეტ იდიოტისთვის გასაგებ რაღაც ლაპარაკობს ანუ ეგრე არის ხო ანუ მაგათი პოპულარობა შენ ანუ ამბობ რომ არის ბრალი ამათი ნოების ანუ მე კი ხო ეკონა რომ ანუ კი არის მე მაგალითად აი ყველა მომისმენი ანუ ვერ იქნება სხვისი ბრალი როცა შენ როცა შენ ინსტიტუტი ხელს დამხლავ ნდობა აქ შენ რა შენ ადამიანები არ მოდიან ეგ სხვისი ბრალი ვერ იქნება ეგ შენი ბრალი არის აუცილებლად იმიტომ რომ ამ ხელს ნდობა რო გაქვს და ამდენ ადამიანზე რო გაქვს გავლენა ესე იგი შენ აკეთებ რაღაც არასწორად თუ ხალხი გარბის შენგან ანუ ვერ იყენებ ნდობას ისე როგორც საჭირო არის სხვისი ბრალი ვერ იქნება აი ხოზე ხა ანუ მე რო საქართველოს 80% მისმენს თუ მე იმათ ისეთი რამე ვერ უთხარი რომ ჩემთან მათ სულიერ სიმშვიდე იპოვეს ეს როგორ უნდა იყოს ანდროდ გებუაძის ბრალი ანუ აი ამიხსენი პროსტა რა ხო ნუ შეუძლებელი არის ეგ რა ხო უბრალოდ მე მართლა მგონია რომ ძალიან დიდი სხვაობა იყოს ამ ხალხს შორის რა ანუ მართლა არ მგონია შეიძლება გასაგებია ტონი თუ ამბობ ლაპარაკობ რომ ნუ ისინი ხო მართლა გაშინებენ ანუ მე ძალიან ბევრი ქალაქი ვზოვენ ამ ყოფი და ანუ ყველა არის რომ ანუ ხალხო ასეთ ყვი ქრისტეს და დაიღუპები და დაიწვევენ გაშინებენ რა მაგრამ აქ რაღაც აკეთებენ ანუ ესენი არიან ანუ ბეაფრო აფერისტები რა აი მოსმენილა ის ყველაფერი აი ყველაზე მეტად ვინც აი მაგ თემაში ძალიან არ მომწონს აი ეს კოუჩებში არის აი დავით ოვიჩაიშვილი რა ანუ ტიპი ეგ კლასიკური ამერიკული სტილი ეგ ის ამერიკული სტილის ის არის ეგეთი motivational speaker-ის სტილი ანუ რამდენი მოისმენია რა და აი ეს გავიხსენებ რა ერთი აქ როგორ რაღაცა ჩო 1 საათიანი ლექცია არის და ლაპარაკობს მარტო თვითონ ანუ არავინ არ იცოდა თითქმის რა და ბიჭო ლაპარაკობს რაღაცა ჭკვიანურ სიტყვებს ამბობს სამ ხოლმე ხარ და ანუ რო დამთავრდება ლექცია ანუ შენ დაფიქრდე რომ აი რამე გავიგე ანუ არაფერი ოღონდ ხა იყო რაღაცა ლექცია და რატო ეგ ახალ ვერაფერს რა ანუ 1 საათი დაუთმო ოღონდ და რაღაცა დადის და რაღაცებს იყენებს ხოლმე ხარ ანუ ნასწავლი რო უნდა იყოს ყოველი ანუ ეს თავრდება ლექცია აზრი გამოიტანება ჩვენ როცა კითხულობთ ვიღაცა სახელიანი ტიპის ციტატას ისე ვენდობით ამ ყველაფერს რომ არ ვფიქრობ ჩინაარსი აზრიანი თუ არა რა და მოდი ეხლა რამე დავპოსტოთ Facebook-ზეო და მივაწეროთ ალბერტ აინშტაინი რა და ნახეთ ამდენ დალაიქებსო და დაყოსტ ამ ხალხმა რაღაცას დებილობა სრული და რაღაც მიაწერა იქ ლაროშ ფუკო და რა ვიღაც ისეთ ხალხი რა და აი ამას ლაიქები და რაღაც და ბიჭო აი ესეთი ლექციები აქვს სულ ნუ ანდროდ გებუაძეს ალაპარაკობთ საერთოდ პრობლემა რა არის ბიჭო ესენი ანუ ფასოვები არიან ხვდები ანუ ამ ძულთან რომ აებს არტხოვს ან მიხვალ და არ მიხვალ პრობლემა არ აქვს მეტი არაფერი ამათთან რომ მიდიხარ ანუ სერიოზული ნაყუთია გასახდელი შეიძლება ვერ მოხვდე ანუ ეს მან რიგი არის ანუ ეს მარტივი კი არის რომ გაიშტო მან რა ანუ რაღაც წამოწება უჭირდება რა ანუ მიდიხარ ძალიან დიდ ფულს გართმევენ და არაფერს არ გასწავლიან რა ანუ შანსი არ ესენი გონია ფუდი პრობლემა მეპირად რა ანუ ეს
იოგიას ანდას ვიღაც კოუჩი ალბათ არის კაი ერთი არის ეგეთი ისინი რა ქვია იმას ეგეთი რაღაც არსებობს საქართველოში ქვია უნივერსიტეტები და მან და არის აი დავით გოგიჩაიშვილის არის 60 კაცი ო ეგენი ვაფშე პროფესიონალები არის ხოლმე ხარ მაგათ ნაში გამოდიხარ გონია რომ ისწავლე რაღაც რა თქვენ შეიძლება ის ეგეც არ გეგონოს რომ ისწავლე გოგიჩაიშვილი ხოლმე ხარ რა და აქ ვაფშე რა ხდება იცი ო აი ყველა იმაშობა რომ ვაიმე მოხდე იქნებ და დიდი სიხარულით იხდიან ფულს მაგ ყველაფერში ხოლმე ხარ ან ჩათვალე რომ ეგ არის იგივე პრობლემა მანდაც იგივე არის რაც დავით გოგიჩაიშვილის შემთხვევაში მე არაფერს არ ვერჩი პროსტა არ ვიცი არც აქ მოსმენი მაგის ლექცია პროსტა რაღაცები ხდებოდა ხოლმე ანუ აქ ფთონებული არ ვიყავი რა სტაპარაკო და მაგით იმიტომ რომ 2x2 400 ყველა მიცის რას ამბობ რატომ ასწავლია ყველა მიცის რა ეგ პრობლემა აქვს მაგასთან უნივერსიტეტებში ვაფშე რა ხდება რა ჩვენი ის რა ხდება ლექტორის სოციოლოგიის ადავსახელს ახალდაგვარს ხარ კაცი რო იყო კი ანუ კაცი ლაპარაკობს აი რომ მოусვენ გორია რომ დააჭკერია რა ფიქრები რამე თქვა აი არაფერი არ თქვა რა ნუ ეხა მოდი გარავიდეთ თავარ საკითხზე რა ანუ ამ პირობებში ხა რა ხდება დღეს რა აი ეს აკადემიური განათლება ზოგადად რამდენად ხდება საჭირო ანუ ხო არის ხა მოდა არის რომ უკვე აი ყველაფერი იმდენად ხელის გულზე გაქვს SGBT გაქვს და PDF ფაილებით სავსეა რაღაც რა და შეგიძლია შენი თქნა და შენ რომ ხარეს გახარ ანუ აი შენით რომ უნდა ქნა თუ მაინც რო ჭირდება აკადემიური განათლება რა მე მაგურ რაღაცას ერთმანეთს არ დაუპირისპირებდი ანუ სხვანაირად ხედავ მაგ ყველაფერს ჩემი აზრით კარგი აკადემიური განათლება ის არის რომელიც გასწავლის როგორ ისწავლო და არა ის რომელიც გასწავლის რამეს ანუ კონკრეტულ რაღაც ან ინგლისურს ან რაღაცას ანუ ეგ არ არის კაი განათლება ეგ ტრენინგი არის ტრენინგი რაღაც კონკრეტულ საკითხში რა ხო და აკადემიური განათლება მაგის არ არის ჩემი აზრით აკადემიური განათლება უფრო იმისთვის არის რომ მე ვისწავლო რომ მარტო რომ დავჯდები რომ მორჩები უნივერსიტეტს რომ დავჯდები და რაღაც საკითხი რომ დამაინტერესებს შემეძლოს რომ ის საკითხი აზრიანად გავარჩიო და იმ საკითხიდან ინფორმაცია ისე ამოვიღო რომ მე რაღაცები ვისწავლო რა ეს არის აკადემიური განათლების მიზანი ჩემი აზრით ამისთვის საჭირო არის რომ რაღაცები ისწავლო, რაღაც ზოგადი განათლება გქონდეს და ამ ზოგადი განათლების მიღების შედეგად იძენ ამ უნარებს მე რა. რაც შეეხება ChatGPT-ს და ინტერნეტს და ინფორმაციას რომელიც ყველას უცხოთომი არის, იმაზე მეტ რაღაცას ნახავ მან ვიდრე უნივერსიტეტში, საბოლოო ჯამში. იმაზე მეტ რაღაცას ნახავ მან. უბრალოდ ძალიან რთული არის როცა ამდენი ინფორმაციაზე ზტომა გაქვს, ძალიან რთული არის იმის გარჩევა, რა არის ღირებული და რა არის ღირებული რა. აი მან მივიდიო რატო მაგიშვი ეს კითხვა რა. ანუ ეს ყველაფერი ხელით გულზე და მე წაიკითხე. ანუ მან იჩეხები მაგ პრობლემაში, ანუ უკვე ვერიგებ, აი რა არის მართალი, ანუ რა არის ტყუილი, როგორ უნდა შენით როგორ უნდა გაატყვიტო რომელს დაუჯერო ინფორმაცია რო გამოვარო, მართალია თუ არა, რა უნდა წაიკითხო. ანუ ეხლა მაგალითად არის რაღაც წიგნები რომ აი წაიკითხო პირველ 5 დღეს უყავთ რა უნდა გააგზავნო რა თუ რაღაც მაგალითად გავუსწრება კითხვის რა და ეს თუ შენ არანაირი აკადემიური გამოცდილება საერთოდ არ გაქვს რა ანუ რო აი ელემენტარული არ გასწავლეს კითხვა ზოგადად და წერა რაღაცის რა აზრი ჩამოყალიბება და მოსხენა და გააზრება რა იჩეხები მაგალითების ქვეშ რომ ანუ ძალიან აგიჭირდება შენ გაარკვიო ნაღდია თუ არა რაღაცა რა და რაც არის დღეს თავარი პრობლემა ჩემი აზრით ანუ დღეს აი ეს ტროლბოტები და აი ეს სოციალურ ქსელს შექმნილი ეს სიმულაციური რეალობა რომ თითქოს ხალხი რაღაც აზრზეა ანუ ეხლა რო შეხვიდე რაღაცა ნებისმიერ ცხელი ამბავი რო დაათვალიერე რო რა ხდება რო გახსნი იმ ფოტოს ანუ შეგექნებას დავიკლება რომ ანუ საზოგადოების აზრი ჩამოყალიბდა ამაზე რაც არის ტყუილი ანუ მან ვაფშე პრობლემა ის არის რომ შენ მაკედან ცდილობ გაიგო საზოგადოების აზრი რა ხო ანუ იმიტომ რომ ვიღაცას ნათქვამი აქვს რაღაც ან ბევრი ალაიქებს და ან გონია რომ ან ბევრი ახახავებს და გონია რომ შესულელია ან კომენტარები ესეთი რომ არ აკრიტიკებს და ანუ გონია რომ ჰელი ანუ ყველა ამაზეა და შენ უკვე გეშინია რომ ხო არ მიკუთვნელობა ხო არ კარგავს სოციუმისგან ან პირიქით ალბათ ჯიგარი ხარ და შენ შეიძლება მოგინდეს რა უკვე იდიოტი ხარ როცა მაგით ცდილობ იმ გაგიზარებას ხალხი რაზეა ეს არის რაც მუშაობს ყველაზე მეტად საქართველოში ხო და იდიოტები და ბავშვს ელაპარაკობს რომელიც დადგება ამის საჭმელების წინაშე უბრალოდ მაშინ ბავშვმა მინიმუმ იცოდა იცოდეს რომ 5000 ადამიანის აზრით არ განისაზღვრება 3 მილიონი ქვეყანაში რა არის აზრი ჩამოყალიბებული რაღაც საკითხზე ანუ მინიმუმ ეგ უნდა იცოდეს და ეგ თუ არის ადამიანმა ჩემი აზრით ვაფშე ვერაფერს ვეღარ ისწავლის ცხოვრებაში რაღაც თუ გონია რომ აი 500 ლაიქი რო აქვს რაღაც პოსტს ეგ ნიშნავს ქვეყანაში 100,000
მაინც არაფერს არ ნიშნავს ეგ. აი ძალიან საბჭოთა ახდენ შენი აზრით? საბჭოთა ახდენ შენი ეს საბჭოთა ახდენს იმიტომ რომ ადამიანის ყველაზე ცხოველურ და დაბიო რაღაცა კონკრეტულ ინსტინქტებზე ახდენს გავლენას, რაც არის შიშები და რაღაც ეგეთი რაღაცები და ჩვენ პირველ რიგში უნდა ადამიანებს ვისწავლოთ, რომ ვიღაც სხვას თუ უნდა რომ ჩვენზე გავლენა მოახდინოს, მაგ გზით რომელიც უმარტივესი არის, მაგას არ დავექვემდებარო, ანუ რავი, ეგ როგორ ასწავლო ვინმეს ხა ეგ არის რაღაცა ჰიბრიდული ომის ანაბანა არის, რომ ადამიანებს რაღაც წარმოდგენა შეუქმნათ რაღაცაზე, რომ ვითომ ეს ხალხი ამაზე არის. მაგრამ ვინც მაგას ჭამს და მაგას იჯერებს, რომ რადგან ეხა ბევრმა ხალხმა ეს დააჰავა, ესე იგი რაღაცა მეც ეგ აზრი უნდა მქონდეს, ვაფშე ეგ როჟა რო ხარ, რომ ხალხი რომ მაგაზე არის, შენც მაგაზე უნდა იყო უკვე იდიოტი ხარ ჩვეულებრივი, მაგრამ კაი, თქვა დაუშვათ ეგრე არ არის, მაგრამ შენ აზრს აღარ გამოთქვა მაგის გამო და შენი აზრის გამოთქვა რა. არის ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი საქართველოში, მეც მათ შორის, რომელიც რაღაცებზე თუ მაინტერესებს ადამიანების აზრი, ველოდები ისეთი რაღაც ადამიანების კვლევებს, რომელსაც ვენდობი. აი კვლევა ბევრად უფრო მეტის მომცემი არის ისეთ მნიშვნელოვან და ზოგად საკითხებზე, რომლიდანაც გამომდინარეობს მე ადამიანების დამოკიდებულება რაღაც საკითხების მიმართ. ანუ არ აქვს მნიშვნელობა იმას ადამიანების რაღაცა 1% საქართველოში რას ფიქრობს ხაბეიშვილის ინიციატივაზე, მაგრამ აქვს მნიშვნელობა იმას ადამიანების კვლევით გარკვეული რამდენი ადამიანი ენდობა, მაგალითად ევროკავშირს, რამდენი ენდობა ნატოს. მაგას აქვს მნიშვნელობა. და ხაბეიშვილმა რა თქვა მაგაზე ადამიანები რას ფიქრობენ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ხვდები რას ვამბობ? შენი ეს ეგ მაგასაკიან უკვე შესაძლებელია ეგ მაგას მე მგონია რომ მაგის გაგება გაგაზრება 18 წლის ტიპით უკვე აი ძალიან ჩამოყალიბებულია რაღაცაში და აქ რო ხარ ჯერ გონია რომ ძალიან ბევრი რაღაც იცი და თუ ისე ჩამოყალიბდი რომ გონია რომ რაღაცა შეიძლება იცი გონია რომ აი ძალიან გაგიჭირდება მე რომ დაგამსხვრიოს ვიღაცამ რა 18 წლის პრობლემა ხო არის რომ მაგამდე უნდა მოხდეს მე შენ ხარ ცოტა ის ხარ რა ქვია მოთხოვნი ხარ მაგას ის ადამიანის მიმართ იმიტომ რომ შე 18 წლის იყავი გაიხსენ როგორი იყავი ანუ რა იყო კაი ეგ მე არა ვერ იქნებს ხანაირი მაგას გულის არა რატო გააშინა მაგამდე რა გამოიარე მე რაც გამოიარე სკოლაში ტუალეტში რომ მომივიდა მობხსნა რომ მე თქვა მასწავლებს რომ შეიძლება მოვხსნა ვერ გამოიგისტრა ეს თორემ ანუ დაიბადებიან გენიოსები რომლებიც უკეთ შეიძლება გამოიარო 12 წელი გასაგებია დაიბადებიან გენიოსები რომლებიც 18 წლის რო იქნებიან იმადი ჭკვიანი იქნებიან ვიდრე მე და შენ ვართ ეხლა მაგრამ ზოგადად 18 წლის ადამიანი ბევრად ჭკვიანი ვერ იქნება იმაზე ვიდრე შენ იყავი 18 წლის ანუ ზოგადად გეუბნები რა შეიძლება რაღაც კონკრეტული სკილები კონდეს რაღაცეებში უკეთესი მოდეს რაღაცეების მიმართ უკეთესი აღქმა კონდეს ინსტინქტების დონეზე უკეთ იაზრებდეს სიტუაციას ინტუიცია უკეთესი კონდეს განვითარებული შეძლებელია ეგ მაგრამ ეს არ იქნება იმ ხელა სხვაობა რომ მაგას აქ ადამიანს ძალიან ბევრი მოთხოვო ანუ ძალიან ბევრი რამე მოთხოვო ეგ მანდაც მათ შორის შეცდომის დაშორება საჭირო შერასწამობ ეხლა არა შენ რაც ილაპარაკე ეხლა ანუ ეგ ძალიან ბევრი რაღაც მოთხოვნა არის რომ 18 წლის ბავშვი არ ჩამოყალიბდეს რომ ალბათ ხალხი ესე ფიქრობს იმის გამო რომ რაღაცა პოსტზე დახვდა ძალიან ბევრი რეაქცია და კომენტარი. კი, და არის რატო ეხა ნახე? ანუ ეგ არის რატო? ეგ ხო შეიძლება ჩამოყალიბდეს მაგამდე რაღაც, რომ მაგხალა რო გახდება ბავშვი უკვე ეგ აზროვნება აღარ ქონდეს. რთული იქნება ეგ, იმიტომ რომ 18 წლამდე ბავშვს ერთ-ერთი ასოციალურ გარემოში საკუთრებო ადამიანთან არის სკოლა, ხო? ხო და ეგ არის ხო არის თქო ეგ. სად მიყავს სხვაგან მით. მაშინ შენ ამბობ რომ რაღაც ახალი ტიპის სოციალურ გარემოში შეიქმნა, სადაც ამ ბავშვებს წავიყვანთ. კი. აი, მოდი ხა ეგ უტოპია ცოტა იქით გადავდოთ. აი ხა რატო უტოპია? შესაძლებელია უბრალოდ ნახე, ეგ შორს არის ჯერ. ეხლა ვიყავ არასოли ეობა რა, არასოли ეობა და ბავშვები სკოლაში, ხო? და სკოლაში რა ხდება ეხლა, რომ ჯგუფია პატარა, ანუ რაღაც 20 კაცი, 30 კაცი, შეიძლება მეტიც, მაგრამ ანუ საშუალოდ რა, 20-30 კაცი არის და ამ ჯგუფში ეს ჯგუფი ხასიათდება ნებისმიერი საკითხის მიმართ რადიკალური დამოკიდებულებებით, რომ ან ერთაზე ხან, ანუ შუა არ არის რა. იმიტომ რომ ზოგადად ადამიანის მიდრეკილება აქვს, რომ რაღაც პოზიციაზე თუ არის და საპირისპირო პოზიციაზე თუ არის ადამიანი, რადიკალიზდეს უფრო ამ პოზიციიდან და არა პირიქით დაახლოვდეს ამ პოზიციებით, რა, იმიტომ რომ მით უმეტეს როცა მაგას აქ ხარ, სადაც შენი თავარი მიზანი თვითდამკვიდრება არის. ანუ წყნარად ვეხარ თუ თვითდამკვიდრებულად არ ზოგ თავს რაღაც სოციუმში რა. და ერთ-ერთი სოციუმი სადაც შენ მაგას აკეთებ არის ეგ 30 კაცი. სადაც ყოველთვის რადიკალიზება ხდება აზრების და ან ხარ როკერი, ან ხარ რეპერი, მაგალითად. ძალიან ნიშარი ეს, ხო, რაღაც ხშირი ის არის რა. ან ბარსას ფანი ხარ ან რეალის? ხო, მარტივი მაგალითად რო ვთქვა. არსენალის ფანები ცოტანი არის სკოლაში. ხო, და ეხლა დანამდე მაგით ხარ გამოსული რა. და მაგით რო ხარ გამოსული, შენ უკვე გაქვს ჩამოყალიბებული ეგეთი ფსიქოლოგია და ეს ალბათ კარგი არის. ანუ მე ამის მე ვიტყვი რატო ჯობია რომ ეგრე იყოს. ანუ რატო ჯობია რომ ეგრე იყოს და რატო არის ეს ევოლუციურად მომგებიანი, რომ ბავშვი ეგრე იყოს რა. რომ გარემოში სადაც ხვდები რომ ანუ რაღაც კონკრეტული პოზიციები, ორი პოზიცია რომელთთან დაახლოებული არ არის, შენ ამ პოზიციების დაახლოებაზე მეტი შანსი
გააქვს იმისი, რომ რადიკალიზდე და თუ მხარის აღმოსცაც სხვა ადამიანებიც არიან, რომ გადარჩე. ანუ შენ თუ პოზიციების დაახლოებას შეეცდები, ნაკლები შანსია რომ ადამიანები დაყვნენ ამაში და გაიჭყლიტები, ანუ ორივე მხარე შენ დაგიპირისპირდება და ორივე მხარისთვის შენ განუხვალ დასაპირისპირებელი მხარე მათ შორის რა. ამიტომ ყოველთვის უფრო მომგებიანი იქნება, რომ რომელიმე მხარეს მიაკუთვნებოდა და რადიკალიზება რაღაც მიმართულებით. და ევოლუციურად ეს უფრო მეტი შანსი არის რომ გადაგარჩინოს როგორც სოციალური არსება იმ გარემოში, ვიდრე ის რომ შენ კომპრომისებზე და რაღაცა პრობლემების მოგვარების გზებზე იფიქრო რა, იმიტომ რომ არ არის ადამიანი 18 წლის რო არის, ეგეთ რაციონალური არ არის, რომ შეეცადოს რომ მოდი ახლა ჩვენი პოზიციები დავაახლოვოთ. რა 18 წლის ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ანაცი ხარ ან კოცი ხარ, ხოლმე ხარ, ანუ რაზე ვაპარაკოთ, რა სკოლაში ბარსა და რეალი, ხვდები რაზე ვაპარაკოთ, რა ხდება? ხო და მე რო 18 წლის რო გახდები და უკვე რო დიდ სამყაროში გადიხარ, სადაც სკოლის გარეთ ხარ და საზოგადოება არის, შენ ნანახი მარტო ეგ გაქვს, ხვდები? რომ ხალხი რაღაცა აზრზე არის და ის აზრი არის დომინანტური. ანუ შენ ვერ იაზრებ იმას, რომ შეიძლება რაღაცა ბევრი ადამიანი რაღაც კონკრეტულ მაშინ რა ქვია, სივრცეში რაღაც აზრზე იყოს, მაგრამ ეგ აზრი არ იყოს სწორი. მაგას ვერ იაზრებ რა. იმიტომ რომ თუ მაგასაკში შენ ეგრე უყურებ, რომ вообще მაგას მანიაკი ხარ თუ ეგ შეგიძლია რომ შენ რაღაც პოზიცია დაიცვა და სინამდვილეში სხვა რაღაცებს ფიქრობდე და ესენი ითამაშო. იმენა მანიაკი ხარ რეალურად. შენ მართლა გულხურვალ უნდა გჯეროდეს მაგისი, რომ ბარსა ჯობია, ხოლმე ხარ, ანუ შენ თუ მაგის არ ჯერა და მაგას ამტკიცებ და რაღაც სინამდვილეში ამირანს კი არსენალის ფანი ხარ, ამირან გულში ვეროდას ისი ხო, მაგრამ არსენალის ფანი ხარ, მანიაკი ხარ ეგ თუ შეგიძლია რა, ეგ არის მანიპულაციის რაღაცა ფორმა არის, ხოლმე ხარ და მაგას ეჩვევი ადამიანი რა, რომ რაღაც პოზიცია რაზეც ამბობ რო ხარ, მაგაზე მართლა იყო რა. ხო და მე რო გაიზდები და ამოშტები თქვა Facebook-ზე სიტყვაზე რა, რომ ასე ჩაკეტილი სოციალური სივრცე არის, ანუ ბევრად დიდია, ვიდრე სკოლა და კლასი. მაგრამ ეს ჩაკეტილი სოციალური სივრცე არის, მაინც არის რომ ვიღაცები არიან Facebook-ზე და ვიღაცები არ არიან. ანუ მაინც რაღაც საზოგადოებას მოიცავს, ხო? და შენ ალბათ ხედავ ისეთ ხალხს, ვინც მეტყობა შენ გინდა რომ ხენიმია რომ ხედავს. ხო, და ანუ მე კი ცალკე საკითხია რომ რაღაც ეკო კამერაში ხარ და შენი აზრები რაც გონია რომ ეგრე არის, ხო, რაც არის ეგ რეალურად არ არის ეგრე, ეგ ცალკე საკითხია ალგორითმები როგორ მუშაობს Facebook-ის და ეგ პრობლემა არის მაგარი და ვაფშე ისეთი ამბავი არის რომ მაგაზე შეიძლება ცალკე საათობით ვილაპარაკოთ, ეგ რატო არის პრობლემა რა. მაგრამ და რატო იწოს ეგ კიდე უფრო მეტად ხიდის ჩატეხვას ხალხ შორის. მაგრამ მაგას თავი დავანებოთ, ეხლა უშუალოდ შედეგი ვილაპარაკოთ, რომ ამაში რო ხარ და აქ სკოლაში რო გამოხვალ და ამაში რო გაიჩნდები, შენ მანდაც ეგრე აგზელებ მოქცევას. და სანამ გადაისწავლი ეგრე მოქცევას, ჭირდება დიდი დრო, პირველ რიგში იმის გაზრდა ჭირდება, რომ სამყარო არ არის ეგ მარტო. მინუში მაგის გაზრდა ჭირდება, იმიტომ რომ ბავშვი რო ხარ, მთელი სამყარო არის ის. გინდა არ გინდა. იმიტომ რომ ფიზიკურად მარტო ეგ სამყარო გეხება, ანუ შენ შეიძლება რაღაცებს კითხოს სპეკულაციებში ხარ, რაღაცებში რომ იქ იმან ეს თქვა, იქ ეს თეზისები გააკრა კედელზე, რაღაცებს კითხულობ, მაგრამ მაგას ანუ ეს ვერ ხელსახები არ არის შენთვის, ანუ ეგ ვერ იაზრებ რა, იმიტომ რომ პირველ რიგში იქნება გამომდინარე რომ მაგეების შედეგები რა არის, მაგეების აღქმა არ გაქვს კარგად, ანუ გააზრებული რა, ვერ აღიქვამ კარგად. რომ იქ რო ვიღაცამ რაღაცა ისტორიულმა პირმა რაღაცა გააკეთა, მაგას შედეგები მოყვავს. პირველ რიგში სკოლაში არ ასწავლიან აქ, რაღაცა მშრალად ფაქტებს ასწავლიან და მეორე რიგში იმიტომ რომ რომს გასწავლონ მაგდენი ინფორმაციის გაანალიზების საშუალება არ გაქვს, იმიტომ რომ სწავლობ 50 რაღაცას ერთდროულად რა. ანუ ყველაფრის basic რაღაც ნაწილებს სწავლობ და მაგის გამო რა, ანუ ვერ კონკრეტდები მაგდონეზე ხვდები? ხო, ეგ პრობლემა არის მაგის გამო, მათ შორის. ხო, ეგ რო ხდება, საბოლოოდ უკვე სკოლიდან რო ერთი ტიპი გამოდის, მაგიტომ ვიძახი რომ ძალიან მარტივია, მე ეს თავი პრობლემა რაც ჩემი დღეს დგას რომ უბრალოდ ანუ ხალხი ვერ ხვდება, რაღაცა მართალია თუ არა, ანუ ჩემი ნაცნობებზე ზოგჯერ გამიგია, სიტყვით იდენტური წინააღმდება მომისმენია, რაც უთქვამს მაგალითად შალვარამიშვილს. რომ ანუ აი ეს ანუ საიდან იცი რომ ეკითხები, აიკითხა Facebook-ზე რა. ხო და ანუ შენ ამბობ როგორც მივხვდი ახლა თუ ეს ბავშვი ამ სკოლას გაივლის და ამ სკოლას გაივლის, იმიტომ რომ შენ უტოპიური ამ სკოლის დაშლა და ნუ ზეჯერობთ კი ალბათ მინიმუმ ბოლო 1-10 წელი ალბათ ეგრე იქნება. შეიძლება მედია ნაკლები, მედია შეიძლება მეტიც. რომ ის პრობლემა გვქონაში რომ ჯერ ისინი მოგვარდეს სანამ მაგას დავისკეთ ზრუნვას და. ხო, უბრალოდ ეს თუ არ მოგვარდა, ანუ აი ზან, ანუ სკოლაში არ შეიძლება რომ შენ კონდეს მასწავლებლისგან განსხვავებული აზრი რა. ახლა მათემატიკაში ეგრე რომ იყოს 1+2=2, მაგრამ შენ შუშანიზე ვერ იტყვი რომ ეგ ხალი ცუდი ხალი იყო რომ შვილები არ უყვარდა. ანუ ეგ რო თქვა გავაგდები ნაკუთილიდან. ანუ სკოლაში სკოლა არ არის მაგისთვის საქართველოში, ანუ სკოლა არის სკოლაზე იდეოლოგიის გასავრცელებელი ინსტიტუტი საქართველოში. ის არის ხელისუფლებაში იმის იდეოლოგიის გასავრცელებელი ინსტიტუტი არის სკოლა და. ხო და აი ლაპარაკი თავიანთი მაგიან დავიწყე რა, ანუ ეგეთი ბავშვები, ეგრე რო გაიზრდები მაგ იმით და თუ სადმე კიდე იარე და იქ უარესები დაგვხვდა, არა უშავს, მაგრამ
ანუ მაგასაც რომ მოუნდეს რომ გაერკვეს რაღაცაში თქვა რომ ძალიან გაუჭირდება რაღაცას გარკვევა რა. ანუ მაშინ რადიკალიზებას იწვევს ისე ეგ, რაღაცა ჩეთქვი ხა. სულ რაღაცაში შევიდეს, ანუ თქვა აირჩია რაღაც მიმართულება იოგის ან რაღაცის რა, იქაც ვერ მიხვდება შიგნით რა არის მართლაც უყურელი რა, რაღაც ეტყვის მასწავლებელი და დაიჯერებს სულ ეგ არის რა. და ანუ დღეს არის ფაქტურად ანუ როგორც ვილაპარაკეთ, ეგ სკოლა თუ არ მოიშალა და პატარაობიდან თუ არ გაიზარდა ტიპისაც უფლება ექნება რომ სხვა აზრი ქონდეს და ამის გამო არ გაირიყება, წახალისტებს პირიქით. ხო არა. არ გაირიყება, რომ ფაქტურად შეუძლებელია შენ მაგას ამობ რა. კი, შეუძლებელია. მაგრამ მან შეუძლებელი არის ის, რომ ზომიერება დაიცვას თორე. შეუძლებელი არის, რომ სხვა აზრზე იყოს. უბრალოდ სხვა აზრი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ იქაც არ ექნება კრიტიკული დამოკიდებულება იმ რაღაცების მიმართ. და ზომიერებას ვერ დაიცავს რაღაცებში რა. და ზომიერება თავარი სათნოება, როგორც ბატონი არისტოტელე იტყოდა მათ შორის. კი ბატონო. ეხლა ამ იმაზე რო დავასრულოთ ამ მოსაწყენ ნოტაზე. ეს ხო დამავიწყდა ჩვენი დღევანდელი აუქციონი არის არ ვიცი რა ქვია ნახატ ბაბუ ეს ასევე ის ნახატი არის ეს არის ChatGPT-ის ცოტა უფრო მოგვიანო ვერსიის მიერ დახატული განსხვავებასაც ალბათ ხედავთ უფრო მეტი დეტალებიც არის და რა ვიცი უკეთესი ნახატიც არის ჩემი აზრით და ხედავთ რომ ეს არის ბაბუა რომელსაც ეგრე ეძახიან ამერიკელები 15 mile stare თუ რაღაც ვიეტნამიდან ჩამოსული ისა რა. ყველაზე ხარ გიყურება, მაგრამ ვაფშე სხვაგან იყურება ტიპი რა. სავარაუდოდ რომელიღაც ომიდან არის ჩამოსული. პირველ რიგში მეთქოთ რომ ეს AI ხატავს კარგად. AI კარგად ხატავს კი. შენ ესე გრეგონია. ბიჭო აი ყველაზე კარგად ნახატები გამოდის ისე. კი ანუ კი ასლაპარაკო. ხო და აი ნახე როგორ ისა აქვს თვალებში ნახე რა სიცარიელი აქვს. არ ვიცი ჩანს თუ არა ეხა თქვენთან. როგორ ისაა ნახე აი შვილი გარდაიცვალა. არის. ეს ხედავ რაღაცა ეს ხედავ, მაგრამ მე მგონი რომ ომში არის ნამყოფი რა, რაღაც ეცახია. ხო რა. კაცი მოკლული ყავს უეჭველი, კაროჩე, ეგრე ისე არა რა. ან მოკლული ხალხი ყავს ნანახი უეჭველი. კი. ნუ ეს შეიძლება იქიმი იყო მაგას ამბობ? ან პო არის? აი რაღაც უბედურება აქვს ნანახი რა. კაი ბევრი ჩიბუხის ნაწერი აქვს რაღაც პონჩი რო ხვითელი ისინი. ხო ეს სად იყურება რა, ეხლა რომ შეიძლება გიყურებს, მაგრამ თაიქს შენ არ იყურებ. იგით იყურება, მაგრამ ეს კაი თემა გამახსენდა ისე მაგაზე. ეს ახათი კიდე მოკლედ მეგობრებო და შეგვეხმიანეთ ფასზე შევთანხმდებით როგორც წინა ხათი გაიგე და სხვა შორის $100 უკვე. იჩქარეთ ძალიან მამალი შემოგვდის მოთხოვნები. ხო, ამას გამახსენდა ხა რაღაც. გისმენთ. ავჭე. 3 წლის წინ იყო მე მგონი. 3 წლის წინ არის და ეგ რო ვიყავით რიციცე რა. რიციცე ახლა ჩამოსული ბიჭო და თბილისში ძალიან უცნაური იყო მაგის მერე რა, ვაფშე ხალხი და საზოგადოება და მანქანები და რაღაცეები. ინდუსტრიული საზოგადოების ხილი. და ბიჭო ხალხს უსება დავით ხალხს დაკვირვება რომ დადიან ქუჩაში რა საკეთებენ რა მაგას დავით დაკვირვება რატომღაც მე საქმე არ მქონდა სხვა მოდი ხარ რა ათან მაგ დროს იმას ვაპრაქტიკებდი აი ერთდროულად მარტო ერთიანი უნდა გააკეთო. შეშერადი ხარ რომ მუსიკას არ უნდა უსინო, იარო. ძენის იმას როჭამ არ უნდა უყურო ვიდეოს. აი ძენის იმას ვაპრაქტიკებდი ეგ პერიოდია. სხვა შორის არ იყო ცუდი. უნდა დაუყურო მე მგონი. საბოი საფერს არ უნდა უყურო ვიდეოს რო უყურებ. რაღაც ეგეთი რა. ხოდა ხალხს ვაკვირდები ხოლმე ხარ და რაღაცა აი საერთო პატერნი შემოჩნია რა რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი ვისაც შევხედე დავუღამე რომ აი რაღაც ეკრანს უყურებს რა ტელეფონს არ გულისხმობ ანუ მეტაფორა არის ეს ანუ მართლა ეკრანი არ არის რა მეტაფორა არის რაღაცა ეკრანს უყურებს წინ რა ეს თავის ფიქრებისგან შემდგარი რაღაცა ეკრანი არის ხოლმე ხარ და ანუ ვაფშე სხვაგან არის ტიპი რა ანუ შეიძლება ეხლა რაღაცა პლეხანოზე მოდის მოდასაობს ხოლმე ხარ და რავი ზეაცხუნებს ან წვიმს ან რაღაცა რა რაღაც სიტუაცია არის რა და საშუალება აქვს რომ კონკრეტული გამოცდილება მიიღოს რომ დადის ზეაცხუნებს წვიმწვეთები ეცემა მანქანების ხმა ისმის უყურებს ადამიანებს გრძნობს როგორ დგას დედამიწაზე ანუ ბევრი რაღაც რა მაგრამ არც ერთ ამას არ გრძნობს რეალურად ანუ არც ერთ რაც 6 შეგრძნებით შემოდის არაფერს არ გრძნობს ტიპი რა ყველაფერს აიგნორებს და რაღაცა კონკრეტული ფიქრებისგან შემდგარი ეკრანი აქვს წინ რომელსაც უყურებს რა ტიპი რა ну матрицაშია короче რა ანუ ოღონდ матрицაში არის როგორ შეიცი რომ საკუთარი გამოცდილებებიდან წამოსული რაღაცა პროექცია აქვს ტიპს და მაგას უყურებს რა მაგ პროექციას უყურებს ხო და დავფიქრდი ხოლმე ჩვენ ანუ მეც ხშირად ვარ ხოლმე ეგრე რა როცა რაღაცაზე ფიქრობ და ფიქრი მიწევს მაგაში ვიჩნდები ხოლმე მაგრამ მე რომ დავფიქრდი ხოლმე ხარ ანუ ბევრი მომენტია ჩვენ ცხოვრებაში როცა მაგას არ ვაკეთებთ ანუ ძირითადად ეგრე ვართ ხო? ძირითადად ქუჩაში რომ მივდივართ ან რაღაცას ვაკეთებ, ძირითადად ჩვენს მაგ მდგომარეობაში ვართ და ეგ ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ ადამიანი თუ რამეს ფიქრობს ზოგადად რა,
და თუ რამეს აზროვნებს და ფიქრობს იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში აქვს შეგრძნებები და შეგრძნებებიდან მიღებული გამოცდილება რა ცოტა მე შეიძლება ეს ჩემი რწმენა არის და ვიღაცები სხვანაირად უყურებენ მაგრამ ჩემ გვერდით კანტი დგას და თამამად ვიტყვი ამას რომ ანუ შეგრძნებების და გამოცდილების გარშე არასდროს აზროვნება კაროჩი რა ჯერ უნდა მიიღო ეს შეგრძნებები და გამოცდილებები რასაც არ ჭირდება აზროვნება ანუ უბრალოდ სენსორი ხარ რა და ინფორმაციას იგებ და მე რამე საცნობიერებ რა და რა მომენტში ბავშვობაში სულ ეგრე ვართ ამ მთელი ბავშვობა ვართ ეგრე რა რომ რაღაცა შეგრძნებები შემოდის იქ ვიღაცა ყვირის ჩვენც ყვირით რაღაცა გვეხება რაღაც რეაქცია გვაქვს უტყავთ ამავშობით ანუ მთელი ბავშვობას ეგრე ვატარებთ და რაღაცა მომენტი გება ჩვენ ცხოვრებაში როცა ამავდროულად რომ საკმარისია ანუ აღარ გვაინტერესებს და უკვე საკმარისი ინფორმაცია გვაქვს რომ რაღაცეები ჩვენით პროსტ წარმოვიდგინოთ რა და რაღაც სიმულაცია შევქოთ გონებაში ხო და ეს სისულელეა ჩემი აზრით ანუ იმიტომ რომ რაც უფრო მეც აკეთებ მაგას უფრო უბედური ხარ ადამიანი ცხოვრებაში იმიტომ რომ ცხოვრების ბედნიერება და სილამაზე არის ის რომ არსებობ ის კი არა რომ აზროვნებ ხოლმე აზროვნება არ შეიძლება იყოს სილამაზე ცხოვრებაში ეგ შედეგია უბრალოდ რა მაგას მახე არის ეგ არის მახე იმიტომ რომ მე რო თუ ვაზროვნებ და ჩემი თავი მიზანი ის თუ არა რომ ვაზროვნებ და აზროვნება თუ არის თავი მიზანი მაშინ თანახმა უნდა ვიყო იმაზე რომ მაგალითად ჩემი ტვინი რაღაცა სითხეში მოათავსონ და პროსტა ვიაზროვნო რა და ეგეც ცხოვრება მე არ მინდა ანუ ეგ არ არის ცხოვრება ეგ ცხოვრება ეგ რაღაცები მოხდა და უბრალოდ ეგ შედეგი დადგა ხო და მაგრამ გამოვიდეთ ჩემი აზრით იმიტომ რომ ადამიანს შეუძლია რომ დაუბრუნდეს თავის შეგრძნებებს ანუ მაგის უნარი აქ ადამიანს მათ შორის მედიტაციაც ეგ არის ხო რომ ვცდილობ რომ ამ რაღაციდან გამოხვიდე და შენ ბეიზისიც არის რომ awareness-აც არის შენი ასე ვთქვათ რა და სამყაროს მიმართ ყურადღება და არა რაღაც კონკრეტული რაღაც ამბების მიმართ რომ არჩევნები აიხა და ხაბეიშვილი დაიჭირეს და მაგის მიმართ კი არა რა სამყაროს მიმართ შენი ყურადღება ამას თუ არ გავაკეთებ კაროჩე გამოვა რომ რაღაც მომენტები ვიცხოვრეთ ცხოვრების დანარჩენი მომენტები აი ტვინი ვიყავით მარტო ჩვენი ისიც რამდენად კარგი ტვინი ვიყავით საკითხია და რამდენად სწორად ვიაზროვნეთ რაღაცეებზე მან ძაღლშია შევხვდეთ და შეცდომებში მივიდეთ და ვთხოვად ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ეს რაღაცეები მე არ მომაქვს აზროვნება ცუდი არის მე უბრალოდ ვამბობ იმას რომ მომენტები არის საჭირო და ეგ არის ხო მომენტები ადამიანის ცხოვრების საჭირო როცა ადამიანმა ფიქრის გარდა სხვა რამეს უნდა გააკეთოს რა ხო მაგრამ პრობლემა არის ერთი ლეგალური გზა რაც არის ძალიან რთული ანუ ამოგინე შენ მაგ დღეში ხარ რომ აი ეკრანებს უყურებ და ეხლა შენ რაც შეიძლება რომ ქნა ლეგალურად ისე ხას გავუსვავ ანუ უნდა მოაწესრიგო შენი ცხოვრება რიტმი ძილი ყვება მედიტაცია ანუ ეს არ მოაწესრიგა შენ თავი კი სხვა საქმე გაქვს ცხოვრებაში სხვა საქმე გაქვს უნდა მთლიანად მოტრიალდე საქმე ეგ აქვს მაგრამ რთული არის და გასაგებია მაგრამ შენი მიზანი უნდა იყოს ცხოვრებაში ჩემი აზრით რა თქმა უნდა უბრალოდ ანუ ეგრე შენ ასე მომიცე ნუ ვფიქრობთ მარტო და ვიცხოვროთ ეგ რთული არის ეგ რაღაც გამოხდება და რაც ის გამოხდება ეგ რო შეცვალო ძალიან რთული არის აი რაღაცა შველებები და ეგ არ ლეგალური რა არაო ეგ მაგაზე არაო რა და ეს პრობლემა მოდი მე გამიხილოთ ეხა ხო კაი ეგ პრობლემა მე გამიხილოთ მაგრამ პოზიტიური ნოტაზე რომ დავასრულოთ როგორ შეგვიძლია ეხა ეს ძალიან რთული იქნება მაგრამ მე ძალიან პოზიტიური ნოტაზე ვარ ისე თუ გაინტერესებს მაგრამ ვინმე არა პოზიტიური ნოტაზეა შენ ერთ ხა ვითომ მოდი კახი ხარ და შენ მაინც ერთ ეგრე კახი კავსაძე ვარ რატო გვეშველე მაგრამ მე არ მეკითხო და გისვა როგორც კახი კავსაძე ხო ყველა რა აი ეს რაც მოვიაპარაკეთ რა არ ვიცი ძალიან ცუდი კავსაძე ხარ ანუ როგორ მოგანწყო რა შენ კახი კავსაძე ვარ და მოვიტყვი რომ კახი კავსაძე ვარ მაგრამ ვერ მოვიტყვი რაც ფიქრობ მაგას არ ვიცი საით უფრო გონია ინტუიციურად რომ მითხრა კაროჩე მე მგონია რომ ყველაზე კარგი გზა ჩვენი გადარჩენის არის რომ ადამიანებმა ისწავლონ საკუთარი შინაგანი ხმის ნდობა რა და საკუთარი თავის ნდობა იმიტომ რომ ერთადერთი ვინც ცხოვრების განმავლობაში ეგ არის ის შენთან იქნები შენ კაროჩე ყველა არის ის ეგ მაგრამ აშველი აქ ედარებით ჩვენ თუ გეშველი ჩვენი გზა არის ეგ ჩემი აზრით ჩვენ არ რთული გზა გვიწევს რთული გზა გვიწევს რომ ჩვენ ვართ ჩვენი ისევ ქართველი ისევ ქართველი თუ ხო და ეს ხო რჩეული მიწა არის ხო და ეს პასუხისმგებლობაა მარტო მაგიტო არა იმიტომ რომ ჩვენთან ყველაზე მეტი ენერგოვამპირი ჩვენ ყავს შემოსეული მე მგონი სამყაროში მოდი შეგვიძლია ესე ვთქვათ რა ჩვენ რო ამდენი პრობლემა გვაქვს ეს კაი ეს ნიშნავს რას კარგი არის რომ ჩვენ თუ ამას გამოვიყენებთ როგორც შესაძლებლობას და ამას თუ გადავახავთ ვაფშე ახალ ჩვენ შეგვიძლია რომ ძალიან ძლიერ სახელმწიფო ჩამოყალიბდეთ კი ბატონო ანუ პრობლემა არის საჩუქრები მე სირთულეებმა ანუ შეგვაშინოს ყველა სირთულე არის ისევ ჩვენთვის რომ ჩვენ გავხდეთ უფრო ძლიერები თუ შენ მარტო იავარით მოფენილი გზა ცხოვრება იცხოვრე
ძალიან დაბალი შანსია რომ შენი ცხოვრება საბოლოოდ ეკმაყოფილი იყო დაასრულებ რა ამიტომ ამ ცხოვრებას თუ იცხოვრებ და გადალახავ და მე გაიბწყინებ აი ეს იქნება ნაღდი ცხოვრება და ქართველებს ჩართული გვაქვს ვერი ჰარდზე ცხოვრება და საინტერესოა რა აბა იზიზე ითამაშოს იასნე შვეიცარიელმა ბიჭო არა მე არ მინდა არსად არ წავალნე მოკლედ ეს იყო დღევანდელი პოდკასტი ხალხო მადლობა ვიყურეთ შემდეგ განაცემაში ისევ ბატონი სანდრო მოიტანს თემებს და გამიხვალოთ ისე როგორც შეგვიძლია ნახვამდის